გამარჯობა რადიომედის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და ჩვენ ახლა რადიომედის სტუდიაში საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეს კალბატონ ირმა აზავრადაშვილს მასპინძლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით, მოვესალმებით თქვენს მსმენელს. მადლობა სტუმრობისთვის. კალბატონ ირმასთან ერთად ჩვენ ვეცდებით ერთგვარად ერთის მხრივ შევაჯაროთ გასული წელი და ვისაუბროთ მიმდინარე პროცესებზეც. ახლა ამ წუთებში ჩვენ მოვისმენთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, პრინციპში ეს მოლოდინი არსებობდა კიდევაც, რომ საქართველოს მთავრობა BBC-ს ოფიციალური საჩივრით მიმართავდა და ამის შესახებ განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ და საუბარია იმ დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც უკავშირდებოდა მანამდე საზოგადოებრივი ნებათაღელვის დროს მიმდინარე პროცესებს და საქართველოს მთავრობა თავისი პოზიცია გააჩნია, ჩვენ ვიცით რომ საგამოძიებო მოქმედებებიც იყო და ახლა უკვე ბრიტანეთის საკომუნიკაციების საბჭომდე მე მგონი ჯერ თვითონ BBC-მ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ ეს არა მე იქით და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, მე საერთოდ სასამართლოსკენაც გაგრძელებენ მსვლელობას. თუ ჩვენ ვისაუბრებთ გასული წლის პოლიტიკური პროცესების შეჯამებაზე, ზოგადად ეს ამ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება ერთგვარი გამოძახილია იმ წლის შედეგიანობისა, რომელიც არ იყო ასე ვთქვათ, კი ლოკალურ სივრცეში მიმდინარეობდა პროცესი, თუმცა ამას გამოხმაურება ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებით ევროპული სივრციდან და პირველ რიგში თუ შეიძლება მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადების შეფასებით დავიწყოთ და მერე ვიმსჯელოთ გასული წლის თავარ ასპექტებზე, რაც თქვენი აზრით იყო. თუმცა ეს ახალი არ იყო, ამის შესახებ ანონსიც იყო გაკეთებული და მოსალოდნელიც იყო, თუმცა ჯერ პირველ რიგში მინდა თქვენ მსმენელს შობა ახალი წელი მიულოცოთ, ამდენი მომავალი ნათლისღება, მშვიდობა, უსურვო, სიხარული, ჯანმრთელობა და წინსვლა ჩვენს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს განცხადება ახალი ჩვენთვის არ იყო, მოსალოდნელი იყო და ამაზე მიდიოდა მუშაობა. ზუსტი იურიდიული თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ჯერ საგამოძიებო სამუშაოები ჩატარდა ადგილზე, უსაფრთხოების სამსახურმა წარმოადგინა მთელი რიგი ოფიციალური ფაქტები. ამის შემდეგ უკვე უნდა წასულიყო საჩივარი ისეთი ფორმა მისცემოდა იურიდიული ფორმა, როგორც სწორი იყო საერთაშორისო სამართლის საფუძვლებზე დაფუძნებული, რომ ჯერ თვითონ ტელეკომპანიისთვის მიემართათ, მერე შემდეგ და როგორც თქვენ მოისმინეთ, საბოლოოდ საერთაშორისო სასამართლოზეც მივა საქმე, თუ რა თქმა უნდა შედეგი არ იქნება. ზოგადად ეს გადაწყვეტილება შედეგია, რა თქმა უნდა იმისი, რასაც ქვია ქვეყნის წინააღმდეგ შიგნიდან და გარედან ორკესტრირებული, შეხმატკბილებული თავდასხმის, რომლის მიზანიც არის ყველა შემთხვევაში ნებისმიერ ასეთი მცდელობები ბევრი იყო გასულ წელს და იმის გასულ წელსაც უკრაინის ომის შემდეგ განსაკუთრებით. ეს არის ორკესტრირებული შეტევები იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც იქნება მორჩილი და შეასრულებს ყველა იმ დირექტივას, რასაც უკარნახებენ დასავლეთიდან. ეს საქართველოს ისტორიაშიც არ არის ახალი თემა, ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, რომ შიგნითაც ბევრი მტერი ყავდა საქართველოს ყოველთვის და გარეთაც, ალბათ მეზარბაზნეები რო არ ყავდა ერეკლე მეფეს, ეს ჩემზე უკეთესად შეიძლება ძალიან ბევრმა ადამიანმაც იცოდეს. თვითონ გასულ წელს რაც შეეხება 25 წელს, ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო 25 წელი. ძალიან ბევრი ისეთი ინტერვენციები განხორციელდა, რომელიც მომავალზე პასუხისმგებლობას იღებდა და რა თქმა უნდა, მიმდინარე პროცესების მართვაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გამოვყოფ რამოდენიმე ასპექტს, რა თქმა უნდა. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ ქართულ ოცნებას ნდობა გამოუცხადა ქართველმა ხალხმა და დაახლოებით ზუსტად ციფრი შეიძლება 1 და 5-ით განსხვავება იყოს, მაგრამ ზუსტად იმდენივე, რამდენმაც საპარლამენტო არჩევნების დროს და ეს არ არის ცოტა 1,200,000 ხმის აღება თვითმმართველობის არჩევნებში, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და პირველ რიგში იმაზე, რომ ქართველი ხალხი თავის ხელისუფლებას უცხადებს ნდობას და
ქართული ხალხი მიყვება თავის ხელისუფლებას, თავისი ქვეყნის გადარჩენის გზაზე, თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნების გზაზე და რაც ყველაზე მთავარია, განვითარების გზაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი 2025 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ 25 წელს კიდევ ერთხელ ქართულმა ოცნებამ თავის ქვეყანას მშვიდობის ნაწილში სტაბილურობის ბალავარი გაუმყარა. მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია და მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილური მშვიდობის შენარჩუნება. იმიტომ რომ თუ არ არის მშვიდობა, ნებისმიერი მიმართულებით და ნებისმიერ ასპექტში ძალიან ძნელი და რთულია რამის გაკეთება. ამ მშვიდობის შედეგია ზუსტად ის ეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს დღესდღეობით და ნებისმიერი კი არა და თუ კი რაიმე ეკონომიკური პარამეტრებით შემფასებელი საერთაშორისო ორგანიზაცია არსებობს, ყველა ერთხმად იმისგან დამოუკიდებლად ეს ქვეყნის შიგნით იქნება თუ ქვეყნის გარეთ, ყველა აღიარებს, რომ ეკონომიკური წინსვლის ციფრები ქართული საქართველოსთვის არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ არა მარტო კანდიდატი ქვეყნების, არამედ ბევრი ევროპული ქვეყნის ციფრებისთვისაც კი ქვეყნებისთვისაც კი მიუწვდომელია ეს ციფრები და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია 25 წლის შეფასების ნაწილში. ეს ყველაფერი უნდა იყოს თან სტაბილური. და როცა ქვეყანას შიგნიდან და გარედან ორკესტრირებულად აჯანჯღარებს მტერი და ამ პირობებში ამას მოახერხებს არის სწორი, პრაგმატული, ქვეყანაზე, ქვეყნის წინსვლაზე ორიენტირებული პოლიტიკის შედეგი და მე ჩემის მხრიდან როგორც ერთი მოქალაქის მხრიდან ყოველგვარი პოლიტიკური სტატუსებისგან დამოუკიდებლად, ვისაც ოჯახი ყავს და შვილის გაზრდას აკაპირებს, მადლიერება მინდა გამოვხატო როგორც ოფიციალური პირველი პირების და სტრუქტურების მიმართ, თითოეული თანამშრომლის მიმართ, ვინც ამ პროცესებში ჩართულია, ასევე ჩვენი საპატიო თავმჯდომარის მიმართ, რომლის პოლიტიკაც ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ ქვეყნის წინსვლაზეა ორიენტირებული. ძალიან მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც თვისობრივად, პრაგმატულად, უკვე სტრუქტურების მიხედვით მოხდა შიგნით სხვადასხვა სამინისტროს მუშაობის მიმართულებით, მაგრამ ამაზე ადრე კიდევ არ შემეძლია რომ არ გამოვყო 25 წელში ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, კიდევ ერთი რევოლუციური მცდელობა, მე დავარქვი სახელი, რევოლუცია ამჯერად ღვინო უკახურო ჩავარდა. და ესეც იყო ზუსტად იმ პრაგმატული ნაბიჯების და სწორად გათვლილი სამართალდამცავი ორგანოების სწორად გათვლილი ნაბიჯების შედეგი, რომ კიდევ ერთი რევოლუციური მცდელობა მე-5 თუ მე-6 ზუსტად აღარც მახსოვს, ამჯერად სახელით ღვინო უკახურო არ შედგა და ჩავარდა. ძალიან მნიშვნელოვანი არ შემიძლია არ გამოვყო 25 წლის შეფასებაში ძალოვანი სტრუქტურების მუშაობა. ძალოვანი სტრუქტურების მუშაობამ ძალიან ბევრი რამე ისეთი ინტერვენციები განახორციელა მომავალზე გათვლილი, რომელიც შედეგებით 26-27 და შემდეგ წლებში ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს, იგივე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკოპოლიტიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ჩვენი ახალგაზრდობის სერიოზული ნაწილი ძალიან დაზარალებული იყო ამის გამო და შესაბამისად მათი ოჯახებით ძალიან ბევრი ნარკობარიგა და გადამყიდველი იქნა აყვანილი ამ პოლიტიკას ისევ გაამკაცრებს და მაქსიმალურად შეეცდება ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები რომ მომავალშიც გაგრძელდეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც დაბალ დონეზე ისე მაღალ დონეზე მოგეხსენება თქვენ რომ საერთაშორისო შეფასების ნაწილში კორუფციასთან დაკავშირებით საქართველოს ძალიან დაპრიორიტეტებულია, იმიტომ რომ ამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი იყო ჩვენი ხელისუფლების. ძალიან მნიშვნელოვანი ასეთ აგრეთვე მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილი აღნიშნვის ღირსია, იმიტომ რომ არა კანონიერად შემოსული მიგრანტების ძალიან დიდი ციფრია
ქვეყნიდან გაძევებული და ამ ნაწილში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შესაბამის სამსახურის ამოქმედება ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შედეგები აქვს ძალიან მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას და რაც ყველაზე მთავარია ეკონომიკური გუნდის უპრეცედენტო მუშაობა. აი ეკონომიკური ნაწილი გასული წლის მეორე ნახევრის ბოლო ნაწილში ეკონომიკური პოლიტიკური განცხადება უკვე პრემიერ-მინისტრისა იმას ფასებთან დაკავშირებით იყო ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის რისი მოსმენაც ალბათ საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენ ვიცით რომ ზოგადად ინფლაცია ისედაც მოცემულობაა გლობალური თვალსაზრისით მით უმეტეს პანდემიის შემდეგ და ჩვენთან ფასების ელემენტი საკმაოდ მტკივნეულად აღქმადი არის და ამ მხრივ პრემიერ-მინისტრის გაკეთებული განცხადება მისი პოლიტიკური ეფექტი როგორ ფიქრობთ რა არის და წლევანდელი წლის ეკონომიკურ ნაწილში აი ამ ფაქტორით პროცესების განვითარების რა შესაძლებლობას ხედავთ? რა არის ის ეკონომიკური გუნდის მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, იმიტომ რომ მშვიდობის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრები ამ ნაწილში უნდა კონდეს ქვეყანას იმისთვის, რომ მართლა ქვეყნის განვითარებაზე გეგმები გქონდეს და პრეტენზიები გქონდეს როგორც ყველა თავმოყარე ქვეყანას. ეკონომიკურ ნაწილში რამოდენიმე მიმართულებით არის მუშაობა. ერთი არის ლოკალურად შესასრულებელი პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეიძლება მავანისთვის არ იყოს მაინც და მაინც პოზიტიურად შესაძლებელი და სხვათა შორის ამითიც სარგებლობენ უცებ აღმოჩნდა, რომ ფასებზე რო დაიწყო პრემიერმა საუბარი, ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა კოლექტიურმა ნაცებმა უცებ თქვეს, რომ ახალი ფასები ცუდი არ არისო, ანუ ყველაფერი კარგს ხო ეწინააღმდეგებიან და მათ შორის ამასაც. და მეორე არის გლობალური მასშტაბით ამ მიმართულებით რას აკეთებს ქვეყანა. ორივე ნაწილში თანაბრად თუ არ მუშაობ, ანუ ადგილზე თუ კი რაიმე პრობლემაა დაბალ რგოლებში რა შეიძლება რომ გაკეთდეს და მასშტაბურად საერთაშორისო დონეზე შენი ეკონომიკის განვითარებაზე არ ზრუნავ, ძალიან ძნელი იქნება იმ შედეგზე პრეტენზია გქონდეს, როგორ შედეგზედაც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს ამომავლად ქვეყნისთვის, იგივე ენერგომატარებლების მიმართულებით, იგივე ვაჭრობის განვითარების მიმართულებით, იგივე ყველა მიმართულებით თითქმის და მათ შორის ადგილზე რო აისახოს ეს თითოეული ადამიანის ოჯახზე და ჯიბეზე, როგორც დიდი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილში და შეიძლება უნდა იცახოს ოჯახზე, ასევე პრაგმატული ნაბიჯები იგივე ფასებთან დაკავშირებით, რაც იყო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს, როგორც აღმოჩნდა, ჯგუფმა იმუშავა, ეკონომიკურმა ჯგუფმა იმუშავა და აღმოაჩინა, რომ იქ რაღაცა კარტელურ გარიგებებსაც შეიძლებოდა ქონოდა ადგილი, იმიტომ რომ საზღვრიდან დახლამდე, როცა ფასის ნამატი ამხელა, აქ მარტო იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ შეიძლება რაღაცა პათოლოგიას კონდეს ადგილი, აქ შეიძლება იყოს რაღაცა გარიგებები და სისტემური დანაშაულიც იყოს ჩადენილი. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა, სამართალდამცავი ორგანოების ინტერესის გაჩენა, უსაფრთხოების სამსახურის ინტერესის გაჩენა, ერთობლივად შექმნეს იმ საფუძველს, რაც ჩვენი წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც ბიზნესის რეკეტით იყო დაგავებული და ამას პირდაპირ ეთერში გვაყურებინებდნენ, კიდე ჩუმად კი არ აკეთებდნენ, გაცოდა მთელი საქართველო უყურებდა, სამწუხაროდ მოვანს და მოვანს ძალიან მოკლე მეხსიერება აქ და აღარ ახსოვს დამკადრების გამეორება შეიძლება, არამედ შეთანხმებულად ყოველგვარი ფაქტების გათვალისწინებით აუცილებლად თუ იქნება იქ დანაშაულის ელემენტები ჩაერთვებიან შესაბამისი ორგანოები, თუ არ იქნება დანაშაულის ელემენტები და ეს იქნება არა ორგანიზებული ნაწილი, მაშინ მიმართავენ სხვა გზებს, როგორც ბეროკრატებიც აქვს თვითონ ეკონომიკურ მიმართულებას. შეეხება ზოგადად ეკონომიკური ციფრების გაუმჯობესებას და საერთოდ ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, მათ შორის ევროკავშირში გაერთიანების ნაწილშიც ახლა
რაც უფრო ძლიერი ხარ და ეკონომიკა ძლიერი გაქვს, ჩვენი კონსტიტუციურად გარანტირებული მიზანია, ხო, ევროკავშირში გაერთიანება. ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მისაღებია ნებისმიერ გაერთიანებაში შენი მიღება, თუ ისო მართლა უნდა შენი მიღება, ვიდრე ღატაკი, ღარიბი და უბედური და ოკუპირებული და გაუბედურებული ზურგზე წამოსაკიდებელი. ეს რა თქმა უნდა ხო ვიხუმრებ, მაგრამ ეს რა ქვია, უქონელი რძალი აღარ უნდა არავის სახში, ქვეყანა კი არა რომელიმე გაერთიანებაში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამ მიმართულებით გასულ წელს იმდენად სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა განსაკუთრებით ამ 6 მილიარდზე მეტი თანხის ინვესტიციის ნაწილში, თუნდაც ახლა მდგრადი ეკონომიკური განვითარების სამიტზე, რაც ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდმა გერგუშინ ჩამოფრინდნენ, გააკეთეს, რომ სხვა მიმართულებებსაც ჩაუყარეს საფუძველი, იგივე პორტებთან მიმართებაში, იგივე უძრავი ქონების ინვესტიციის ნაწილში ინოვაციების საკითხში სხვა ძალიან მსხვილ ელექტრონულ ბიტკოინებით ინვესტიციების კრიპტოვალუტის ნაწილში ძალიან სერიოზული მოლაპარაკებების საფუძველს ეს ყველაფერი ეს მოლაპარაკებები და ეს ინვესტიციები ხილსი უკვე ხორციელდება თუმცა მამას არც ეს აწყობს და ამასაც ეწინააღმდება რატომღაც მე პირადად ვახლდი პრეზიდენტს სერბეთში ვიზიტის დროს და ჩემი თვალით ვნახე და ჩემი ყურით უსმინე თითოეული იმ დივიდენდს და ქვეყნისთვის მოტანილ სიკეთეებს, რაც იქ უკვე განხორციელებული იგივე პროექტს ჰქონდა და გაოგნებული დავრჩირობა თვალიერებდი და ყველაზე უცნაური ის იყო, რომ იქაც რა თქმა უნდა მსგავსი პერიპეტიები იყო და იქაური ოპოზიციაც აპროტესტებდა თავის დროზე იმ იგლჰილსის ამ ინვესტიციას და საბოლოო ჯამში სტატისტიკა ჩვენა და ნაყიდი ბინების დიდი პროცენტი იქაურ ოპოზიციას ჰქონდა ნაყიდი. გასაგები. ხო, ამიტომ ასეთი ეკონომიკური მიმართულებით განვითარებაზე ზრუნვა ქვეყნის თავმოყარე ქვეყანაზე შეყვარებული ხელისუფლების შედეგი უნდა იყოს და არ შეიძლება რომ სხვანაირადაც შეფასდეს ეს ყველაფერი. ამის გარდა ამ ეკონომიკური წინსვლისთვის სერიოზული განვითარება მიმდინარეობს ისეთი საფუძველის შექმნისთვის, როგორც არის პორტების განვითარება, გზების განვითარება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ინფრასტრუქტურა, რომელიც აი იმ მომენტისთვის, როცა დადგება უკვე ენერგომატარებლების მიმართულებით, იგივე კაბელის, წყალქვეშა კაბელის ნაწილში, სადაც ჩვენი პრემიერი და არა მარტო ჩვენი პრემიერი, არამედ ეკონომიკური ჯგუფი და სპეციალისტები ლაპარაკობენ იმაზე, რომ 36 წლისთვის უკვე ჩვენი ქვეყანა თვითკმარი ქვეყანა უნდა იყოს და ენერგომატარებლების ნაწილში ექსპორტზეც უნდა გავიდეს, ამისთვის ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურაა შესაქმნელი, გზების, პორტების, ყველა მიმართულებით თითქმის. აი ამ მიმართულებით მუშაობა შეუქმნის რა თქმა უნდა საფუძველს იმისთვის, რომ ძალიან მალე ქვეყანა იყოს ისეთ სიმაღლეზე ამ ეკონომიკური მიმართულებით, რაც თითოეული ჩვენი მოსახლის ოჯახზე აისახება, თითოეული ადამიანის მომავალზე აისახება, თითოეული ახალგაზრდის მომავალზე აისახება. ამას უბრალოდ ჭირდება დაფიქრებით შეფასება, ფაქტების გაანალიზება და სწორი ინტერპრეტაცია და მე წამებარება იმაში, რომ თითოეული ქართველისთვის ეს გასაგები იქნება და მისაღებიც იქნება. თუმცა რა თქმა უნდა, დაუბრუნდები ჩემ ინტერვიუს დასაწყისს და ჩვენ ყოველთვის ყავდა შიგნითაც და გარეთაც მტერი, განსაკუთრებით მტკივნეულია შიგნით. შენს წიაღში არსებულ მტერზე ლაპარაკი, რომლისთვისაც ყველაფერი მისაღებია, ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდეს და ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში, ძალიან დიდი გავლენები მოახდინა მათმა ავმა პროპაგანდამ და ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდა ამ ყველაფრის დანახვა. გასაგებია. და ჩვენ დიალოგის მიწურულს გავუწევთ იმ როგორ ფიქრობთ თქვენი შეფასებით, თქვენი გადმოსახედიდან რა შეიძლება იყოს ლევანდელი წლის პოლიტიკური, ეკონომიკური, ეს ფართო მასშტაბიანი თავარი მოვლენები, როგორ ფიქრობს იგივე შარშანდელის ანალიზიდან გამომდინარე,
რა ტენდენცია. რა არის იცით ჩარშან ისეთ სერიოზულ რაღაცებს ჩაეყარა საფუძველი, რომ 26 წელს ამის შედეგები რაღაცა ფორმით კი არა, ჩვენ ვიგრძნობთ ამას და იგივე თუნდაც ახლა გუშინწინდელი ვიზიტის შედეგებს, სადაც მოლაპარაკებები სხვა მიმართულებებით დაისახა, მაგრამ ამაზე სერიოზულ აბუდაბის თემებზე ვლაპარაკობ პორტებთან, უძრავქონებასთან, კრიპტოვალუტასთან, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი კიდევ ის არის, რომ ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ სამომავლოდ და რასაც 25 წელში საფუძველი ჩაეყარა, ეს არის განათლების მიმართულებით რეფორმა. რამაც თვისობრივად უნდა შეცვალოს, არა მარტო განათლების გარეშე ყველაფერი ტყუილია. მე წეღანაც თქვი, სანამ აქ შემოვიდოდით და ეხლაც ვიმეორებ. ნაციონალური მოძრაობის ყველაზე დიდ დანაშაულად მე მიმაჩნია განათლების სისტემაში ჩადებული ხიზმეტივით ჩანერგილი სისტემა, რომელსაც მიზანი ჰქონდა ახალი ქართველის უსამშობლო ქართველის გამოყვანა. რომელსაც არანაირი პატრიოტული არ ექნებოდა და არანაირი განათლების, რეალური განათლების ელემენტები იქ არ ექნებოდა. ეს არის უპატიებელი შეცდომა და მოვა დრო, უბრალოდ ჩვენ ახლა ეს დრო შეიძლება ჯერ არ არის დამდგარი, ზუსტად ეს არ ეპატიება ნაციონალურ მოძრაობას. განათლების რეფორმა თვისობრივად შეცვლის არა მარტო საკუთარი სამშობლოს მიმართ და საკუთარი ქვეყნის მიმართ და კონკრეტული მიმართულებების მიმართ დამოკიდებულებას, არამედ შეფასების ნაწილსაც შეცვლის. დღევანდელი ხელისუფლების შეფასების ნაწილს უფრო გახსნის და რეალურს გახდის, რას აკეთებს დღეს ხელისუფლება იმისთვის, როგორ მტკივნეულად გადააქვს თითეული პერიპეტია, თითეული ინტერვენცია, რომელიც გადასალახია იმისთვის, რომ ქვეყანა სამშვიდობოდ გაიყვანოს. განათლებაში ჩადებული ეს დიდი შრომა, რაც როგორც უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას მოიცავს, ასევე საშუალო განათლების, საბაზისო განათლების სისტემაში რეფორმა იგეგმება, ეს იქნება გარდამტეხი 26, 27 და შემდეგ წელს, რომელიც ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას, განვითარების მიმართ დამოკიდებულებას და საკუთარი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას თვისობრივადაც შეცვლის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებითაც, რა თქმა უნდა და ახლა ჩვენ დრო არ გვეყოფა იმისთვის, რომ ყველა სამინისტროს მიმართულებით შემიძლია თქვა იგივე ჯანდაცვის მიმართულებით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა და აქედანაც მინდა რომ ჯანდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხატო ამისთვის, იმიტომ რომ პრევენციული მედიცინის ნაწილი გააკეთო შენს ასეთ პატარა ქვეყანაში, რომელსაც შიგნით და გარეთ აჯენჯღარებენ, ეს პატარა საქმე არ არის, იმიტომ რომ პრევენციული მედიცინის გაკეთება ისეთ ქვეყნებს უჭირს, რომელსაც 10-ჯერ მეტი ჩვენზე მეტი ბიუჯეტიც აქვს და რაოდენობრივად მეტი არიან, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ამას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თითოეული სამინისტროს მიმართულებით შემიძლია ასეთი საკვანძო თემების ამოღება, რომელიც 26 წლისთვის თვისობრივად შეცვლის ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვის ელემენტებს დაარქმევს თავის სახელს. კი ბატონო, ამას სამწუხაროდ ამასობაში ჩვენი საერთოდ დროც ამოიწურა. მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა შეფასებისთვის და თქვენი პოზიციის გამდობისთვის, დანარჩენს უკვე მომავალი წელი გვიჩვენებს და მით უმეტეს ერთია ჩვენთან შიგნით მიმდინარე პროცესები და მეორე ეს ყველაფერი საგარეო გეოპოლიტიკური იმ პროცესების ფონზე, რომელიც ელვის უსრაფესად ღმერთის წყალობით ჩვენ გვაქვს ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა, გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც ევროპას და აზიას აკავშირებს ერთმანეთთან. ამიტომ ეს ღვთისწყალობა ასეთი როგორც დიდი გამოწვევაც არის, ასეთი ღვთისწყალობაც არის და ზუსტად ამიტომ არის, რომ ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავისი გეოგრაფიითაც იმდენად ისარგებლოს, რომ მართლა დამაკავშირებელი ხიდი გახდეს ევროპის და აზიის და საერთოდ დაკავშირებადობა და ეკონომიკის მიმართულებით განსაკუთრებით ქვეყნებთან ურთიერთობისთვის. იმიტომ არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ნაბიჯის გადადგმა, რომელიც შიგნიდან და გარედან მტრების მიერ ორკესტრირებული ჯანჯღარის ფონზე მიდის, მაგრამ მაინც მიდის და თუ ვინმე წარმოიდგენს, რომ ეს რო არ ყოფილიყო, რამდენად სწრაფად შეიძლებოდა ამ ყველაფრის გაკეთება, ურიგო არ იქნება.
გასაგებია. მადლობა ალბათ ირმა ზავრადაშვილი საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე გახდა ჩვენი სტუმარი. მასთან ჩვენი საუბარი რადიო იმედის Facebook გვერდზე აიტვირთება და ახლობით 12 წუთში კი მორიგ საინფორმაციო გამოშვებას მოისმენთ. მადლობა დროებით.